თუ გინდა რომ სახლიდან მუშაობით თანხა გამოიმუშაო, ან დისტანციურად იმუშაო, ფრილანსერი გახდე, ამისთვის არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. რომ დაიწყო. ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს იმის გამო, რომ ან ეშინიათ, ან არ სჯერათ. შიში შემთხვევაში კიდე მესმის ლოგიკურია, იმიტომ რომ როდესაც ახალ გადაწყვეტილებას იღებ, რაღაცეებში ეჭვი გეპარება, რაღაცეებში შიში გაქვს, იმიტომ რომ მიკედლებული ხარ მაინც სტაბილურობას და ამას კაი გავიგებ, მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც არ გჯერა, ეგ არის ყველაზე დამღუპველი. და მე შევხვედრი ვარ უამრავ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა, რომ სახლიდან შესაძლებელია თანხის გამომუშავება. ეს ყველაფერი რო გააკეთო, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაც უნდა გაითავისო რა. ერთი ნაბიჯი ხო არის გადასადგმელი და ამასთან ერთი რაღაცის გათავისებაცაა საჭირო. რომ ჩამოყალიბდე საით მიდიხარ. ანუ სწორად პოზიციონირება უნდა მოახერხო. თუ შენ მიდიხარ გზაზე და საბოლოო ჯამში წარმოდგენა არ გაქვს ეს გზა სად მიგიყვანს, რა თქმა უნდა წარმატებას ვერ მიაღწევ. ანუ სწორად პოზიციონირებაში გულისხმობ იმას, რომ შენ იცი რას აკეთებ და ვისთვის აკეთებ. ანუ რა პრობლემის გადამჭრელი ხარ ადამიანისთვის. აი მაგალითად რო ავიღოთ, როდესაც მიდიხარ კონკრეტულ, სუპერმარკეტში, შენ რაღაც პრობლემას ჭრი და ამ რაღაც პრობლემას გიჭრის ზუსტად სუპერმარკეტის კონსულტანტი, როდესაც რაღაცას ეძებ და გეხმარება, ხო ასეა? იგივე სხვა პროფესიებშიც, ხო, რომ მიდიხარ სილამაზის სალონში, თმას რო იჭრი, ეგ შენი ბარბერი თუ წვერის მომლელი თუ თმის შემჭრელი არის შენთვის პრობლემის გადამჭრელი. ამ შემთხვევაში დისტანციურად მუშაობა თუ გინდა, უნდა აირჩიო ერთი მიმართულება და ერთი პრობლემა, რომელსაც გადაჭრი და საბოლოო ჯამში დაიწყებ აქეთკენ განვითარებას. ეს ყველაფერი გაითავისე, ჩამოყალიბდი საით მიდიხარ, მიზანი რა გაქვს, რა პრობლემას გადაჭრი და მერე უკვე წარმატებასაც მიაღწევ. ეს არის და ეს.